პროექტის მიზანი არის, რომ ეს სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის მქონე ადამიანები, ისინი ვინც სამხრეთ კავკასიაში წლების განმავლობაში ერთად ცხოვრობდით, უფრო მეტად დავაკავშიროთ ერთმანეთს და არა მხოლოდ მულტიკულტურულად, ანუ სხვადასხვა კულტურის მქონე ადამიანებმა ერთად ვიცხოვროთ, თუმცა ნაკლებად გქონდეს ერთმანეთთან კავშირი, არამედ პირიქით ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა, გამოცდილება, კულტურა და უფრო მეტად გავახალისოთ ერთმანეთთან ცხოვრების და კულტურის გაძლიერებაზე ვიმუშაოთ. რაც შეეხება პროგრამის ფარგლებში, მე ვიყავი მონაწილე გაეროს ასოციაცია ალიანსის ცივილიზაციათა ალიანსის ფარგლებში, ახალგაზრდა მშვიდობის მშვენებლების პროგრამის მერვე გამოშვების, რომელიც ჩატარდა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში და სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში, როდესაც ჩვენ რამდენიმე არჩეული მონაწილე 400-500 აპლიკაციიდან მთელი ამ რეგიონის ფარგლებში აგვარჩიეს საქართველოდან მხოლოდ 2 და ერთ-ერთი გახლავართ მე და გვინდა გადავწყვიტე, რომ სწორედ ამ მიმართულებით გამემახვილებინა ყურადღება, ვინაიდან ახლა ძალიან ბევრი სხვადასხვა კონფლიქტური არეალი გვაქვს, სხვადასხვა ტიპის პრობლემები არის ჩვენს თვალწინ, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ახალგაზრდები გავერთიანდებით, გავაზიარებთ ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებას ამ პრობლემებზე, შეგვიძლია უფრო კარგად ვიმუშაოთ და გადავახოთ კიდევაც. რაც შეეხება რატომ ვახორციელებთ ამას Helping Hand-თან ერთად, Helping Hand-ი წლების განმავლობაში უკვე ძალიან აქტიურად არის ჩართული მსგავსი ტიპის პროექტებსა და აქტივობებში. ჩვენი მოხალისეების ბაზა 5000 აჭარბებს უკვე და ყოველთვის ჩვენს ორგანიზაციაში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის მქონე ადამიანები ჩვეულებრივად მოხალისეობდნენ, ერთად მოხალისეობდნენ და არ ქონდა არა როგორც მულტიკულტურული, არამედ უფრო ინტერკულტურული გარგება ერთმანეთს შორის. შესაბამისად, ამ პროგრამის ფარგლებში მიზანი არის, რომ სწორედ ამ გაეროს პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება თანასწორ განმანათლებლებმა სხვადასხვა ქვეყნიდან გავუზიაროთ ახალგაზრდებს Helping Hand-ის მხარდაჭერით, რა თქმა უნდა. ანა, სულ რამდენი ადამიანი შეიძლება რომ იყოს ამ პროექტის მონაწილე და როგორი ასაკობრივი ბარიერი, ასე ვთქვათ? დიახ, ასაკობრივი ბარიერი გვინდოდა რომ ძალიან ფართო ყოფილიყო, იმიტომ რომ სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ადამიანს და სხვადასხვა განათლების მქონე ადამიანს მქონდეს შესაძლებლობა რომ ჩაერთოს და საკუთარი გამოცდილება და საკუთარი იდენტობა გაუზიაროს სხვებს. შესაბამისად ეს იქნება 16-დან 28 წლამდე და დაახლოებით გაგრძელდება 2-3 თვის განმავლობაში თვითონ პროექტი, თუმცა რა თქმა უნდა მოსამზადებელი პერიოდი და შემდგომ უკვე დასკვნითი რეპორტი რა თქმა უნდა უფრო გაგრძელდება. რაც შეეხება მოხალისეთა რაოდენობას, ჩვენ გვაქვს გათვლილი დაახლოებით 20 ახალგაზრდაზე, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ძალიან დიდი გამოხმაურება ექნება და ბევრად უფრო მეტი დაინტერესებული ადამიანი გვეყოლება, რა თქმა უნდა, ვეცდებით რომ ყველას მიცვეთ ეს შესაძლებლობა და ამ შემთხვევაში შეიძლება დაფიქრება რომ უფრო მეტი ადამიანიც ჩავთოთ. თუმცა 20 საქართველოდან თუ ჯამში 20? 20 იქნება საქართველოდან და რაც შეეხება თანასწორ განმანათლებლებს, რომლებიც გაუზიარებენ ამ peace building-ის პროგრამის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებას, ისინი იქნებიან ცენტრალური აზიიდან და სამხრეთ კავკასიიდან, თუმცა არა როგორც მონაწილეები, არამედ როგორც თანასწორ განმანათლებლები. ანა, რა ტიპის აქტივობები გეგმება, როგორ გეგმავთ, რომ ეს გამოცდილებები ერთმანეთს გაუზიარონ ამ ახალგაზრდებმა, რა ფორმით მოხდება ეს? ძალიან მადლობა ამ შეკითხვისთვის, იმიტომ რომ ვთვლი რომ ეს ცოტა განსაკუთრებულ კონტექსტში გვინდა გავაკეთოთ და რაც იგეგმება, ეს არის პირველ რიგში რა თქმა უნდა ცოდნის გაზიარება, ან თანასწორ განმანათლებლები 5-6 შეხვედრას ონლაინ ჩაატარებენ სხვადასხვა კონფლიქტის აღმოფხრის კუთხით, სტიგმების და სტერეოტიპების აღმოფხრის კუთხით, თუნდაც ის დაცინვის ელემენტები ხანდახან რაც შეიძლება არასწორად იქნას გაგებული ამ კუთხით იქნება ტრენინგები ჩატარებული და ვიმუშავებთ არა როგორც მხოლოდ მულტიკულტურული, არამედ ინტერკულტურული ურთიერთგაგების კუთხით. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს დაგეგმილი ეზოს დიალოგები, რაც არის თბილისი არის ძალიან მრავალეთნიკური გარემოში ვცხოვრობ, დავიბადეთ და ჩვენი მიზანი არის რომ ეზოებში სხვადასხვა თაობის ადამიანები გავაერთიანოთ და მათ დაუსვათ კითხვა, როგორც დიალოგის, როგორც ინტერვიუს სახით, თუ როგორც ცხოვრობდნენ წლების განმავლობაში ერთად სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები და როგორ აღიქვამენ ისინი ამ ერთად ცხოვრებას და ამ ტიპის
თანაცხოვრებას. გარდა ამისა, გვინდა რომ მქონდეს კრეატიული ასპექტიც, რაც იმას გულისხმობს, რომ ონლაინ გამოფენის მოწყობაზეც ვფიქრობთ, იმ შემთხვევაში თუ მოხალისეებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ დაახატონ სხვადასხვა ტიპის ნიმუშები შექმნან, სწორედ ამ პრობლემების აღმოფხრის კუთხით, ამ ინტერკულტურული გაგების კუთხით, თანაცხოვრების კულტურის განხრით, ვთქვათ, როგორ ცხოვრობდნენ ისინი ამ თბილისურ იტალიურ ეზოებში ერთად წლების განმავლობაში და ასევე რეგიონებში სხვადასხვა კულტურის ადამიანები, სწორედ ამ კუთხითაც გვინდა გავამახვილოთ ყურადღება. ანა, ვის მიენიჭება უპირატესობა კანდიდატების შერჩევის დროს? აი ახლა გვიყურებენ ახალგაზრდები და რა უნდა გაითვალისწინონ? ვისთვის არის ეს პროექტი? ვინ უნდა შეავსოს აპლიკაცია? უფრო მეტად რომ დავაკვალიანოთ ის ადამიანები, ვინც ახლა გვიყურებენ. აპლიკაცია, ჩემი აზრით, უნდა შეავსოს ყველა იმ ადამიანმა, ვინც დაინტერესებული არის სხვადასხვა კულტურის შესწავლის განხრით და ასევე აქვს სურვილი, რომ იცხოვროს სხვადასხვა კულტურასთან ერთად, თანაცხოვრების თვალსაზრისით, აქვს სურვილი შეისწავლოს უფრო მეტი, როგორ გამომხვრა სხვადასხვა სტიგმები და სტერეოტიპები, ასევე როგორ გახდეს ახალგაზრდა მშვიდობის მშენებელი და ის პრაქტიკები, რომელიც გაეროს ეგიდით არის უკვე ძალიან მიზანმიმართული და ძალიან მაღალ სტანდარტებზე აყვანილი, რომელიც ჩვენ გაგვიზიარეს ახალგაზრდებს და ასევე ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ გავუზიაროთ სხვებს, სწორედ ასეთი ტიპის ახალგაზრდებს ვეძებთ. რაც შეეხება ეთნიკური კუთხით, ამ ეტაპზე სამ ეთნიკურ ჯგუფთან გვინდა რომ კონკრეტულად ქონდეს კავშირი, ეს არიან ქართველები, აზერბაიჯანელები და სომხები. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ სამხრეთ კავკასიის ფარგლებში ვაკეთებთ ამ პროექტს და ეს სამი ეთნიკური ყველაზე დიდი ჯგუფი არის სამხრეთ კავკასიის ფარგლებში და ასევე ის ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც თბილისში მრავლად ცხოვრობენ. სამოტივაციო წერილს მიექცევა ყურადღება, როგორ მიხვდებით? სამოტივაციო აპლიკაციის ფორმა შემდგომ ჩვენს გავუზიარებთ და ალბათ თქვენს გექნებათ შესაძლებლობა რომ აჩვენოთ სად არის. თუმცა აპლიკაციაში წერია რომ უბრალოდ სამოტივაციო რა თქმა უნდა, რატომ გაქვს სურვილი, ასე რომ მიიღო ამ პროექტში მონაწილეობა, ასევე თუ გაქვს რაიმე ტიპის გამოცდილება ამ ინტერკულტურული მიმართულებით, დიახ, ან თუ გაქვს ინტერესი რომ შეისწავლო მეტი ამ მიმართულებით, არ არის თუ ძალიან დატვირთული იმ კუთხით, რომ აუცილებლად ძალიან გამოცდილი უნდა იყო, არა პირიქით, ვისაც აქვს სურვილი, რომ ამ ეტაპზე შეისწავლოს და გახდეს, თავადაც გახდეს თანასწორ განმანათლებელი საკუთარ რეგიონში, სწორედ ასეთი ტიპის ახალგაზრდებისთვის არის.